რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა. აქა ავაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით თენგის გოგუტიშვილთან ერთად. გამარჯობა. და აქა ამბავი ვაის გაყრისა და ვუის შეყრისა. ისტორიისა, რომელიც სხვის ისტორია ჩავთვალეთ. არადა სინამდვილეში ჩვენი ყოფილა. თავიდანვე ჩვენი იყო. ვაღიარებდით ამას თუ არა. მთელი ამბავი, რომლის მოყოლას მინდა ლამის ერთ საგაზეთო გვერდზე ეტევა. არადა იკავებს ჩვენი თაობის ცხოვრების 35 წელიწადს და კიდევ დიდხანს მოიქნევს კუც, კიდევ დიდხანს არ დაესმება მას წერტილი. 91 წელს 21 აგვისტოს გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების მთავარი მედია ორგანოს გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის 163 ნომერი. პირველი გვერდი გაიხსნა პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. ბრძანება მოკლე იყო და თარიღად ესვა 19 აგვისტო. წესით გაზეთი ყოველდღე გამოდიოდა და ეს დოკუმენტი ან იმის წინა დღეს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ტირაჟი 19-ში და 20-ში არ გამოვიდა, რატომ ახლა ძიებას აზრი არ აქვს. ზუსტად ამ დოკუმენტზე მოგახსენებთ. 6 მუხლიან ბრძანებულებაზე, რომელიც ქვეყნისთვის დეტონატორი აღმოჩნდა. გამოიწვია ამბები და მოვლენები, რომლებიც დღესაც ფეხქვეშ გვიფეთქებს ნიადაგს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს ეროვნულ გვარდიას მიეცეს განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი. გაუქმდეს შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა. შემდეგ მოკლედ იყო მოყოლილი რა შევიდოდა ამ დანაყოფის ამოცანებში. პოლიციური ფუნქციები საბადრაგო სამსახურის ჩათვლით და ბოლო პუნქტი მიუთითებდა, რომ შინაგან ჯარს უნდა ჰქონოდა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სატაბელო იარაღი. ამ ამბავს კიდევ დავუბრუნდებით. ახლა კი ვნახოთ მასალა მის გვერდით. საქინფორმის კორესპონდენტი იტყობინება, რომ მოსკოვის ცენტრში დგანან ტანკები და ჯავშან ტრანსპორტიორები. მათ კი გარშემორტყმია მრავალი ჯარისკაცი და ომონელი. ოღონდ აქ 34 წლის შემდეგ ყველაზე საინტერესო რუბრიკის სახელწოდებაა საზღვარგარეთი. საქართველოს ოფიციოზი სამთავრობო ინფორმაციის წყარო 1991 წლის აგვისტოში მოსკოვს საზღვარგარეთად განიხილავდა და ფორმალურად აბსოლუტურად მართალი იყო. ოღონდ ხალხს, რომელიც ხელფასს საბჭოთა რუბლებში იღებდა, საბჭოთა პასპორტები დადიოდა. არ ქონდა არც ერთი საელჩო, არ ყავდა არც ერთი ელჩი არსად. არავის მიერ იყო სრულად აღიარებული, არ ქონდა დამოუკიდებელი სპეცსამსახური. არც ერთ აეროპორტში არ დაფრინავდა არც ერთი საერთაშორისო საავიაციო რეისი. მიუნხენში, ჩიკაგოში ან მოგადიშუში დარეკვა თუ გინდოდა, მოსკოვის კავშირგაბმულობით უნდა გესარგებლა და 91 წლის ზაფხულში აუქმებდა ახლა საკუთარი არმიის პირველ ჩანასახს. ამ ხალხსა და ამ ქვეყანას უნდა დაეჯერებინა, რომ რუსეთი და მისი ოკუპანტი ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში უკვე სხვა ქვეყანაა. მას არ ეხება და შეუძლია მშვიდად ცხოვრება. მოსკოვს კი საქართველოში მომენტისთვის 10,000 სამხედრო ჰყავდა და 10,000 მესაზღვრე, ვინც სრულად აკონტროლებდა საზღვარს თურქეთთან. ეკონომიკა, რომელიც 1991 წლისთვის არსებობდა ჩვენთან, ჯერ კიდევ საბჭოთა ეკონომიკის პატარა რგოლი იყო თავისი 10-ობით ქარხნით. შემოტანილი ნედლეულითა და გასაღების ბაზრებით. საბჭოთა კავშირის დაშლას ექნებოდა უმძიმესი შიდა და საერთაშორისო შედეგები. ამ პირობებში არ დაგვრჩა არჩევანი გარდა გადამჭრელი ღონისძიებებისა, რომ შევაჩეროთ ქვეყნის მიახლოება კატასტროფასთან. ეს იყო ხალხი, ვინც 18 ივნის ღამით ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღო. ეს იყო ფორმალური მეთაური. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი მათგან ხელების კანკელს რომ ვერაფერი მოუხერხა. საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იანაევი, ვისი სახელიც ხალხმა მხოლოდ 9 წლით ადრე, აი ამ თანამდებობაზე წარდგენისა და ფორმალური არჩევის შემდეგ აიგო. სინამდვილეში კი ესეც და ყველა დანარჩენიც უკვე მერე ხელს კგბ-ს თავმჯდომარე კრიუჩკოვისა და თავდაცვის მინისტრ იაზოვისკენ იშვებდა. ამათ მოიფიქრეს ყველაფერი, ამათ წაგვაქეზეს და წამოგვაგესო. აი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარენიკოვი კი ყველაფრის თავკაცად პირდაპირ გორბაჩოვს ასახელებდა. გორბაჩოვს, რომელმაც ბოლოს უგანა. მე ყველაფერი გავიგე, როცა ვიღაცები უკვე დაბრუნდნენ გორბაჩოვის ფოროსის აგარაკიდან, საღამოს 9-ის ნახევარზე. გეკაჩეპეს მექანიზმზე არავის არ ქონა ნაფიქრი. ასეთ რამეს როცა აცხადებ, მოსკოვში 200-300 კაცი მაინც ხომ უნდა დააპატიმრო. არავინ დაუპატიმრებიათ. ძალიან ბევრი უცნაურობაა. ამიხსენით, რატომ დააყენა კგბ-მ ჩემი საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ტელეფონები მოსმენაზე 16 აგვისტოს, ელცინისა კი 19 აგვისტოს. ვინ ვის უწყობდა შეთქმულებას? თავიდანვე სათქმელია, რომ გეკაჩეპეს პირველივე დღიდან ძალიან ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებდა მაღალი რანგის შეთქმულთა ეს ჯგუფი. ბევრს ეგონა და გონია, რომ მათ უკან სინამდვილეში თვითონ გორბაჩოვი იდგა, რომელიც თითქოს შინაპატიმრობაში ყავდა შავი ზღვის აგარაკზე ამ ჯგუფს. მაგრამ ის რომ შეთქმულება ელცინის მოწყობილი ან წაქეზებული შეიძლებოდა ყოფილიყო, იანაევის გარდა ბევრს არ უთქვამს. თუმცა საბოლოო ჯამში თუ ვინმე მიხეირა, მართლა მხოლოდ ელცინი იყო. В ночь с 18 на 19 августа
1991 года 18-დან 19 აგვისტოს ღამეს ძალაუფლებას შემოაცილეს ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი. ეს არის რეაქციული ანტიკონსტიტუციური გადატრიალება. ამიტომ ვაცხადებთ უკანონოდ ამ ეგრეთ წოდებულ კომიტეტს. მაგრად უნდა ვიგეთ, რეაქცია ვერ გაიმარჯვებს, ვერა. Реакция не пройдет. გეკაჩებენ, ანუ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა. მოსკოვი გადააავსო ჯავშან ტექნიკითა ჯარისკაცებით. ეგენი გენდერლებს ოხრად ყავდათ. ოღონდ ქუჩებისა და მოედნების დაკავების იქით ეს ბრძანებები არ წასულა. კომენდანტის საათიც კი მხოლოდ მოსკოვში დააწესეს და ისიც მხოლოდ 20 აგვისტოს საღამოს, როცა გადატრიალების ბედი პრინციპში უკვე გადაწყვეტილი იყო. თითქმის ყველა რაღაცას ან ვიღაცას ელოდა. უკვე მოგვიანებით კგბ-ს თავმჯდომარე კრიუჩკოვმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ საკუთარ მოადგილეს გადასცა 69 ადამიანის სია, ვიზეც 24 საათიანი მეთვალყურეობა უნდა დაეწესებინათ და მერე იქნებ დაეპატიმრებინათ. იაზოვმა აღიარა, რომ პირადად დაავალა 3 დივიზიის შეყვანა მოსკოვში. ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ქარხანამ მოსკოვში მიიღო 250,000 ხელბურკილის დამზადების შეკვეთა. 250,000. ტიპოგრაფიებში შეუკვეთეს დაპატიმრების დაბეჭდილი ოქმების ბოლომდე დაუდგენელი რაოდენობა. ძალიან ბევრი. ამ დროს კი გამსახურდიას მიერ 2 დღის შემდეგ ელცინისთვის მიწერილი წერილის თანახმად მასთან ჩამოსული იყო საბჭოთა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იაზოვის მოადგილე ჟურავლიოვი, რომელმაც ულტიმატუმები წაუყენა და რუსი სალდათები ჩააყენა აეროპორტსა და რკინიგზის სადგურებში. ასე გამოუქვეყნა ყოველ შემთხვევაში გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში. ახლა პატარა გადახვევა. ასეთი გვარის მოადგილე გენერალ იაზოვს არ ყოლია. ყავდა მოადგილე შურალიოვი. ხანდახან რთული ამბები მარტივად აიხსნება და ახსნა ჩვენს პრეზიდენტის შეცდომა იმით, რომ მან წერილის ტექსტი ვიღაცას უკარნახა, იმან კი არასწორად ჩაიწერა. ან რომ ვერავინ ვერ მოასწრო იმ კაცის ვინაობის გადამოწმება, ვინც უეცრად პრეზიდენტის კაბინეტში აღმოჩნდა. ეს შურალიოვი 5 წლის წინ მანქანამ საკუთარ ეზოში გადაჭყლიდა. გვიან, თუმცა მაგრამ დაუბრუნდეთ 91 წელს, როცა შურალიოვი უზარმაზარ არმიას მეთაურობდა. გამსახურდიასთან მისი საუბრის სტენოგრამა არ არსებობს, ბუნებრივია. ერთადერთი რაც პირველი პრეზიდენტის წერილის გარდა შეხვედრას ობიექტურად მიუთითებს, სწორედ ის ბრძანებულებაა, რომელიც დასაწყისში ვნახეთ, შინაგანი ჯარის ეროვნული გვარდიის შესახებ. ამბის მოკლე შინაარსი ასეთია. მოსკოვში მოხდა გადატრიალება, დაბრუნდა საბჭოთა კავშირი და საქართველოს სხვა რესპუბლიკებთან ერთად სრულ მორჩილებას თხოვენ. პირველ რიგში საკუთარი არმიის გაუქმებას, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ოფიციალურად ისევ შინაგანი ჯარი ჰქვია. გამსახურდია ხელს აწევს დოკუმენტს, რომელიც გვარდიის იურიდიულ სტატუსზე მეტად მის ღირსებას აკნინებს. ეს ხდება საბაბი კიტოვანისთვის, რომ გვარდია შავნაბადას ბაზაზე წაიყვანოს და დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს. მას რამდენიმე დღეში უერთდება თენგის სიგვა, რომელიც პრემიერ-მინისტრობიდან თურმე ჯერ კიდევ 17 აგვისტოს გადამდგარა. თუ გადაუყენებიათ, მაგრამ ქვეყანამ ეს ისევ და ისევ გაზეთის აი ამ ნომრიდან შეიტყო. 19 აგვისტოს რუსული გაზეთის კომერსანტის კორესპონდენტი პრეზიდენტ გამსახურდიასთან ინტერვიუზე შედის. ოღონდ ეუბნება გაზეთ გუდოკიდან ვარო, რადგან გაზეთ კომერსანტს ადრინდელი პუბლიკაციების გამო საქართველოს ის ხელისუფლება მაინც და მაინც არ სწავლობდა. ტყუილით, მაგრამ ინტერვიუ შედგა. მოდი ჩავხედოთ იმ ტექსტს, რომელიც მეორე დღეს გამოქვეყნდა. რას მოიმოქმედებს ეროვნული გვარდია საკავშირო, ანუ რუსული ჯარის აქტიურობის შემთხვევაში? ჩვენ ახლა არ გვინდა კონფრონტაცია, არ გვინდა ეს ანარქიაში გადაიზარდოს. სტაბილიზაციას უნდა ვეცადოთ. ეროვნული გვარდია აღარ არსებობს. არსებობს მილიციის ქვედანაყოფები. შეიძლება თუ არა თქვენი სიტყვები გეკაჩეპესთან თანამშრომლობის მზადყოფნა ჩავაფასოთ. არა, ასე არ დაწეროთ. არ გვინდა გამწვევება. სცნობთ გეკაჩეპეს. ახლა განცხადებებს არ ვაკეთებ. ჯერ საერთოდ გაუგებარია რა ხდება. მეორე გაზეთი მოსკოვსკი ნოვოსტი წერს, რომ თბილისის ქუჩებიდან გაქრა გვარდიელების პატრული, რადგან წინა საღამოს გამსახურდია შეხვდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს ვალერი პატრიკეევს. ეს ამბავი თავად გენერალმა დაადასტურა. ხალხმა სწორად მიიღო ზვიად გამსახურდიას გუშინდელი განცხადება. ეს დროული მიმართვა იყო. ჩვენ მივედით საერთო აზრამდე და დავიწყეთ შეთანხმებული მოქმედება. ქართული მხარე შეგვირდა, რომ 24 აგვისტომდე შეასრულებს გეკაჩეპეს ყველა მოთხოვნას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შესრულდება. სარდალმა დაამატა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე დაიწყეს მუშაობა ცხინვალის რაიონში ბოევიკების განიარაღების გეგმაზე. სამწუხაროდ ოსურ მხარეს თანამშრომლობა არ სურს ჩვენთან. ეს დაამატა. ამრიგად ეს მხოლოდ ჩემი ვერსიაა, მაგრამ გონია, რომ ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილე შურალიოვი მართლა ჩამოვიდა, რეალურად ჩამოვიდა მოსკოვიდან და გამსახურდიას მართლა შეხვდა ადგილობრივ სარდალთან ერთად. უბრალოდ ამის გასაჯაროებისგან მაშინ თავი შეიკავეს და ყველაფერი საკუთარ თავზე გენერალმა პატრიკეევმა დაიბრალა. რუსებს აქტიურობა მხოლოდ საქართველოში არ დაუწყიათ. 19 აგვისტოს დილითვე ლიეტუვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ლანცბერგისმა რადიოთი მიმართა მსოფლიოს სასწრაფო დახმარების თხოვნით და განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მთავარსარდალი ფიოდორ კუზმინი.
და წაუყენა მხარის დაცვის დეპარტამენტის განიარაღების ულტიმატუმი. ეს დეპარტამენტი ჩავთვალოთ ლიეტუველთა იმდროინდელი ეროვნული გვარდია იყო. მე რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, მაგრამ საფრთხე დიდიაო, ამბობდა მაშინ ლანძბერგის. საფრთხე ნამდვილად იყო და დიდი იყო, რა კი რუსმა სამხედროებმა იმ ღამესვე დაიკავეს ვილნიუსისა და ტალინის ტელეცენტრების შენობები. რუსულმა ომონმა უკვე 21 აგვისტოს რიგაში დაიკავა სახალხო ფრონტის შენობა. იქამდე 20-ში მედესანტეებმა ლატვიის მინისტრთა კაბინეტის შენობა დაიკავეს, განაიარაღეს დაცვა და აპატიმრეს პრემიერ-მინისტრ გოდმანისის თანაშემწე და სხვა პირები. ეს ხალხი ორი ჯავშან ტრანსპორტიორით გაურკვეველ მიმართულებით წაიყვანეს, თუმცა მეორე დღეს გოდმანისთან მისული რუსი გენერალი დუდკინი ამტკიცებდა წარმოდგენა არ აქვს, ეგ ვინქნა არაფერ შუაში არ ვართო. მოსკოვის ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ ტელევიზიაში გედებისთვას ატრიალებდნენ, რაც საბჭოთა კავშირში დიდი უბედურების ნიშანი იყო ყოველთვის. და ისევ საქართველოში დავბრუნდეთ. წინასწარ ვამბობ, ვიცი რომ ვიკიპედია თავისთავად არაფრის მტკიცებულება არ არის, თუკი ეს სტატია სანდო წყაროებს არ უთითებს. მაგრამ შეიძლება მაშინ მარტივად იპოვნოთ რუკა, ვინ დაუჭირა მხარი გეკაჭეპეს და ვინ არა. ხო და აი ამ რუკაზე საქართველოს მხარდამჭერთა სიაშია. რატომ? აი ზუსტად იმიტომ რომ ოფიციალურად სხვებზე გვიან გამოთქვა გადამჭრელი პროტესტი. სამდღიან პუტჩი ყოველი საათი გადამწყვეტი იყო. ოღონდ ან გამსახურდიას დაპირებას არ ენდდნენ ბოლომდე, ან ქართული საზოგადოების რეაქცია არ მოეწონათ. ამიტომაც მიგვაწერეს. 20 აგვისტოს საღამოს კრემლში შეკრებილმა გეკაჭეპეს ხელმძღვანელებმა მოამზადეს დადგენილება. ციტატა: საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, მოლდოვაში, სომხეთში, საქართველოში, რუსეთისა და უკრაინის ზოგიერთ რეგიონში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შესახებ. აქ იგულისხმებოდა დასავლეთ უკრაინა, ასევე ლენინგრადი და სვერდლოვსკი. დღევანდელი ეკატერინბურგი, სადაც ელცინს როგორც საოლქო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს ძალიან ძლიერი პოზიციები ჰქონდა და გარდა ამისა რეგიონი გაძეძგილია დღესაც სამხედრო ქარხნებით და მუშებს იქ დაგეგმილი ჰქონდათ გაფიცვა, რაც არავის აწყობდა. რაზე დაითანხმეს გამსახურდია რუსებმა გეკაჭეპეს სახელით ან რას თხოვდნენ საბოლოო ჯამში, ალბათ ვერასდროს გავიგებთ. და ვერასდროს შევთანხმდებით, ვინ უფრო რუსული საქმე გააკეთა. იმან, ვინც რუსის გენერლებს თანამშრომლობას დაპირდა და გვარდიის арлის თანამდებობა გააუქმა, თუ იმან, ვინც აგვისტოს ბოლოსკენ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, დეკემბრის ბოლოსკენ კი ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. სანამ ცოცხალია და ეს გვარდიელი ერთ-ერთი გვარდიელი იქნება, მაგას სისამოღებ. სამაგეროდ კარგად ვიცით. პუტჩის შემდეგ სწრაფად რატომ დაკარგა გამსახურდიამ ის ძალიან სუსტი საერთაშორისო მხარდაჭერაც კი, რომელიც ჰქონდა სამწუხაროდ. და ამის ახსნაც იმავე გაზეთის პირველ გვერდზეა. ეროვნული გვარდიის შესახებ ბრძანებულების გვერდით. სულ ერთ წინადადებაში, რომელმაც შეიძლება ითქვას, გადაწყვიტა მისი ბედი დასავლეთისთვის. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისა. ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს თუ მხოლოდ გარიგება, ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები. მიმართვის თარიღი 20 აგვისტოა. ტანგები ისევ დგანან მოსკოვსა და ლენინგრადში. გორბაჩოვი ისევ ფოროშია. მთელი დასავლეთი ბჭობს, როგორ იხსნას საბჭოთა კავშირი რაღაც ახალი დიქტატურისგან. ამ დროს კი პატარა რესპუბლიკის ხელისუფლება გამოდის და ამბობს, ეგ ყველაფერი შეიძლება თამაში იყოსო. You know that President Bush has criticized me. გადატრიალების მეორე დღეს ვთქვი, რომ ეჭვი მქონდა. პრეზიდენტმა ბუშმა გამაკრიტიკა, მაგრამ მაინც ეჭვი მაქვს, რომ გორბაჩოვი თავად მონაწილეობდა პუტჩში, რათა გაემყარებინა პოზიციები და მოეპოვებინა დივიდენდები. სხვისი ხელით. ეს ჩემი ვარაუდია. პრეზიდენტ ბუშ დიდ პატივს სცემ, მაგრამ ის გარედან უყურებს. მე კი შიგნიდან ვუყურებ, რა ხდება საბჭოთა კავშირში. So it was my suspicion and now also I suspect this. საბჭოთა რესპუბლიკებს გადასარევად ესმოდათ, რომ როცა მოსკოვში გადატრიალებაზე იწყებენ საუბარს, ეს მართლა სერიოზული ამბავია. თავში კავებული განცხადება გამსახურდიასნაირად პირველ დღეს სხვა ლიდერებმაც გააკეთეს. სამართლიანობისთვის ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ. გადატრიალება მართლა თამაში თუ არ იყო, ძალიან ფარჩაკობა კი გამოდგა. ისეთი რომ არ ეკადრებოდათ გამობრძმენდლ კომუნისტებს, ჩეკისტებს, გენერლებს, ვისაც სულ 25 წლით ადრე ძალიან მსგავსი სცენარი თანამდებობიდან ჰყავდათ გადაგორებული თვით ნიკიტა ხრუშჩოვი. 40 წლით ადრე დაპატიმრებული და დახვრეტილი თუ პირდაპირ მოკლული არა ლავრენტი ბერია. 1000 ვერსიაა როგორ დაასრულა სიცოცხლე სტალინმა. კიდევ უამრავი ისტორიული ჭორ-მართლის გახსენება შეიძლება რომ საბჭოთა კგბ-სა და სამხედროებს არც შეთქმულებების მოწყობა ესწავლებოდათ არავისგან, არც გადატრიალებისა და არც ფიზიკური ლიკვიდაციის, როცა სჭირდებოდათ, როცა ამას მიიჩნევდნენ საჭიროდ. აქ კი გორბაჩოვის იზოლაცია თითქოს მართლა სცადეს. გამოუხდეს ბირთვული ჩემოდანი, რომელიც ფოროშიც მასთან იყო. გაუთიშეს სამთავრობო კავშირი, ჩაურაზეს საგარაკის კარი და მის ოჯახს თითქოს არსად არ უშვებდნენ. გამოუცვალეს დაცვის უფროსი და კგბ-ს ერთი გენერლის ნაცვლად მეორე მიუჩინეს. თუმცა ეს კაცი პუტჩის შემდეგ ერთ უცნაურ ამბავს იხსენებდა, აი ძალიან უცნაურს. სუსტად რა ამბავს იხსენებდა კგბ-ს გენერალი? რა როლი ჰქონდა ღვინო ქინძმარაულს?
საბჭოთა სახელმწიფო გადატრიალებაში და რა ეჭვებს ამყარებს ეს ისტორია. ამაზე ჩვენს შემდეგ ეპიზოდში. ეს არის ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, მოგვიწონეთ. ჩვენი გამოშვებები ყველგან ყველა პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ში, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემა.